კიკი მორას ისტორიაზე თუ ხსმენია რამე, თუ არ ხსმენია, თუმცა საშიში ისტორიების შიში გაქვს, ჯობია ვიდეო ახლავე ასკროლო, ხოლო თუ შიშარი ხარ, დარჩი. მოკლედ, 7 წლის ნინიკოს სახლის დალაგება მაინც და მაინც არ უყვარდა, კერძოდ თავისი ოთახის. მას ბებო ხშირად ეუბნებოდა, რომ ეს არ იყო კარგი და ერთხელ ნინიკოს კიკი მორა მიაკითხავდა. ერთ დღეს, როდესაც ნინიკოს ღრმად ეძინა, მას თითქოს კბილების ღრჭიალი მოესმა. ნინიკო წამოხდა, გამოიხედა, თუმცა ვერაფერი დაინახა. თუმცა კბილების ღრჭიალის ხმა კვლავ ესმოდა. თავზე საბანი მიიფარა და დაძინება სცადა. თუმცა კბილების ღრჭიალის ხმა კვლავ განმეორდა. უცებ საბანი ქვევით ჩასრიალდა. ნინიკო შეშინებული წამოხდა და ბალიში მიიფარა. თუმცა მისი საწოლის წინ უცნაური არსება დაინახა, რომელიც მას დაჟინებით უმზერდა. დიახ, ეს იყო კიკი მორა, რომელსაც ქაოსი არ უყვარდა და მან ნინიკოს უთხრა: როგორც ჩანს, შენ სახლის დალაგება არ ყვარებია. უცებ სახლში შუქი ჩაქრა და სრული სიბნელე ჩამოწვა. მერე პატარა კივილი და შემდეგ ისევ სიჩუმე. მეორე დღეს, დილის 8 საათზე, ხალიჩაზე თმის გროვა იპოვეს, ხოლო ნინიკო ვეღარსად.